მოგესალმებით, ვიწყებთ მორიგ ეპიზოდს სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტის შედეგს მიღმა და როგორც წინა გადაცემაში დავაანონსეთ, ერთი კვირის თავზე საუბრობთ კვლავ ქართულ ფეხბურთზე, 4-ვე ქართულმა გუნდმა იასპარეზა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამწუხაროდ 4-ვე მათგანი გამოეთიშა და დღეს სტუმართან ერთად ნიკა ჭანტურია ჩვენთან ერთად, ადამიანი რომელსაც იცნობთ თან ქართულ ფეხბურთში საქმიანობს, თამაშობდა და სწორედ მასთან ერთად ვაპირებთ რომ ვისაუბროთ ამ არც ისე სასიხარულო თემებზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ალბათ ადამიანები პირველ რიგში და YouTube პლატფორმა უნდა იყოს ის სივრცე, სადაც ამ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ. ნიკა, პირველ რიგში მადლობა სტუმრობისთვის, მოგესალმები, როგორ ახარ, მოგიკითხავ? კარგად, მადლობა პირველ რიგში თქვენ დაპატიჟებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან კარგი პროექტია, კარგი წამოწყებაა და ძალიან დიდი მადლობა. რამეს აკეთებთ ქართული ფეხბურთისთვის. ძალიან დიდი მადლობა. სანამ ფეხბურთზე საუბარს დავიწყებთ, ირაკლის მივესალმები. მეც აქ ვარ, გამარჯობა. დამავიწყე. მინდა გთხოვოთ, რომ დალაიქოთ ეს ვიდეო, დაგვასაბსკრაიბოთ YouTube-ზე, სადღაც აქ ამონაცდება და შეგიძლიათ დააჭიროთ, სულ რამდენიმე წამის საქმეა, ჩვენთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავს და ხო, სურვილის შემთხვევაში TikTok-ზე შეგიძლიათ გამოყვეთ, Facebook-ზე შეგიძლიათ გამოყვეთ და მოკლედ ასე შემდეგ. კარგი. ერთი კვირის წინ კი ვთქვით, რომ შეიძლება ისეთ გადაცემა, ისეთ შედეგები დაიდოს, რომ ჩავწეროთ და მე არ დავდოთო, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ არ ვიცი, ალბათ ჩემი გადმოსახედიდან არის ფსკერი, რომლის ქვევითაც თუ რაღაც შეიძლება იყოს ამაზე უარესი მართლა არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს. 4-ვე გუნდმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაგვტოვა, თან დაგვტოვა, წეგან ვკითხულობდი რაღაც სტატიას, ქართული გუნდების წვალება ევროპულ ფეხბურთში დასრულდა. დავიწყეთ ივლისში, დავასრულეთ სამწუხაროდ ივლისშივე. მოკლედ, არ ვიცი, ნიკას ვთხოვ, რომ რამდენიმე სიტყვით გითხრას და მე უკვე მეტ დეტალში შევიდეთ. რა გუნდებსაც შევეხოთ, პრობლემებსაც შევეხოთ, ბუნებრივია? პირველ რიგში ხო, ამას ვერ გავექცევით და ფაქტია, რომ სამწუხაროდ უკვე რაღაცა ტრადიცია ეს ჩვენი ევროტურნირებზე არ ვიცი, სენი დავარქვა თუ რა დავარქვა, მაგრამ წარუმატებელი გამოსვლა, რაღაც რომ გადავხედოთ ახლა ქრონოლოგიურად 10-12 წლის წინ, ბევრად უფრო ახლოს ვიყავით ხოლმე ჯგუფურ ეტაპთან, ვიდრე ახლა თან მაშინ არ იყო ეს კონფერენს ლიგა ხელმისაწვდომი და სწორედ იმიტომ შეიქმნა ეს ტურნირი რაღაც ჩვენნაირი ქვეყნის წარმომადგენელ გუნდებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა რომ ევროტურნირებზეც ითამაშონ და სამწუხაროა რა თქმა უნდა სამწუხაროა ამ ყველაფერზე მგონია რომ რაღაცა გულის ტკივილთან ერთად ნიშნის მოგებით არ უნდა ვისაუბროთ ბუნებრივია ზოგადად ქართულ სპორტში ჩახედულმა და მოღვაწე ადამიანებმა და უნდა ვეძებოთ ერთად გამოსავალი იმიტომ რომ პრობლემა რაღაც მართლა კომპლექსურია და ერთი რაღაცა მიზეზით არ შეიძლება ეს ყველაფერი აიხსნასა და ბევრი ამ ყველაფერზე საფიქრალი, სამუშაო და გამოსასწორებელი. ფაქტია, ეს ევროტურნირები არის რეალურად სახე იმისი სარკეში უყურები და გაჩვენებს, რომ რეალურად სადა რა ეტაპზეა ქართული საკლუბო ფეხბურთი. ეს არის ყველაფერი ეს ევროტურნირები ამის განსაზღვრელი. ხო, ჩვევაში გადაგვივიდა. გულიც, რთულია, რა თქმა უნდა, გული წდება, მაგრამ აი მაგალითად გაბრაზების დონე რაღაცა რომ შევაფასოთ, იკლო. ნაკლებად ვბრაზდებით რა. ვიყავით ჩვენ თამაშზე, იბერიას თამაშზე, ვთქვით კიდეც რომ ვაპირებდით წასვლას და შევასრულეთ ჩვენი სიტყვა და წავედით. იცი რა, სიმართლე რომ თქვა მეტ ხალხს ველოდი სტადიონზე. ალბათ რავი, რამდენი ადამიანი იქნებოდა? ალბათ 2000 მაქსიმუმ. მეტი მინიმუმ ცოტა მეტი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ერთი წლის წინ, როცა დინამო თბილისი გამოვარდა, მე მგონი სლოვაკური გუნდი იყო, მესხზე იყო ეგ თამაშიც. მანდ გაცილებით აი როგორ ვთქვა, ტემპერატურა იყო მაღალი, რომ ხედავდით რომ დინამო ვარდებოდა, სტადიონიდანაც, გულშემატკივრების მხრიდანაც მეტი გაბრაზება იყო რა და აქ საქართველოს ჩემპიონი ესე უსახურად, ესე მარტივად გავარდა ესტონეთის ჩემპიონთან, ხო? მაგრამ დინამო საერთოდ ისეთთან გამოვარდა, ის გუნდი შეიძლება უკვე გაუქმებულია. აი ეს ლევადიაც ხო დიდი არაფერი გუნდი არ იყო, იმ თამაშზე მეც ვიყო. ის საერთოდ მე მგონი თავისი არსებობის ისტორიაში პირველი მოგება ქონდა. აი ეს ხო არ გულისხმობთ. ესტონო ჰაიდე იყო, არა. მე მგონი ეგ იყო, ჰაიდე იყო. ირაკლის ემახსოვრება. ესტონური გუნდი იყო, ჰაიდე, რომელმაც ხო პირველად მოიგო ისტორიაში თუ არ ვცდები ევროპის საკვალიფიკაციო. ევროპის საკვალიფიკაციოზე, მაგრამ ისე თამაშობდნენ, რომ მე მგონი ესტონეთის ჩემპიონებიც თუ რა ვის ჩემპიონებიც გახდნენ, ისე გახდნენ, რომ მარტო იყვნენ და აჰა. მე მახსოვს მაგ თამაშზე რახანეს გავიხსენეთ. სუსტესი გუნდი. აი ზუსტად პრესის თავზე იჯდა მათი წარმომადგენელი იმ გუნდის და აი ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ მე ვიღაცებს მე ვკითხე, რომ ესენი პირდაპირ ჯგუფში ხო არ შედიან ამ გამარჯვებით თქო რა. ტიპები იყვნენ უბედნიერესები, მაგრამ
არ არის ეგ გასაკვირი რა. იდეაში ხო, ეგეთი რაღაცები არსებობს იმისთვის, რომ ოცნებები აიხდინო და შენ როდესაც ისტორიას წერ, ისეთ გუნდთან როგორც დინამო თბილისი ახლა, როდესაც ნებისმიერი მეტოქე შეიტყობს ვის ხვდება დაგუგლავს პირველ რიგში და ახლა დინამო თბილისის ვიკიპედია საკმაოდ კარგად გამოიყურება შეიძლება ბოლო ლივერპულთან გვაქვს მოგებული ზუსტად და ხო პრობლემა ეგ არის თან მეორეს ხარ მოდი იბერიაზე დავიწყოთ მოკლედ საუბარი რა იბერია არის საქართველოს ჩემპიონი გუნდი თან ერთი მოქმედი და მეორე ეხლა უკვე განვლილი 18 ტურის შემდეგ არის უპირობო ლიდერი რა ეს არის საუკეთესო გუნდი საქართველოში დღეს როდესაც ქართული გუნდი ესე თამაშობს ევრო ტურნირზე და ნუ იქ ჩემპიონთა ლიგაზე წააგო მალმიოსთან, ოკეი, ისიც მე ვფიქრობ რომ რაღაც დონეზე პრობლემა არის, მაგრამ კაი, ჩამოვედით კონფერენს ლიგაზე. აქაც ესე წავაგეთ. აი, ნიკას მინდა ვკითხო, რაში ხედავ პრობლემას უპირველეს ყოვლისა? მენეჯმენტი, ფული, ლეგიონერები, ვარჯიში, რაღაცა ბავშვთა ფეხბურთი თუ აი რაში ხედავ პრობლემას? იმიტომ რომ მენეჯმენტში ხარ შენ თვითონ ქართული კლუბის. კი, აიც და არის მე მგონია რომ ზოგადად ამ პრობლემებზე ღიად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ აქ რაღაც არავინ ნიშის მოგებით საუბარს არაპირებს და თავშიც ვახსენე რომ ეს არ შეიძლება მხოლოდ ერთი მიზეზი იყოს. პრობლემა ეს ახლა რაღაც საწყისიდან რომ დავიწყოთ, პრობლემა ყველაფერია. ჯერ ერთი გუნდს უნდა კონდეს იმის შესაძლებლობა ცალკე სტადიონი კონდეს, სავარჯიშო ბაზა უნდა კონდეს, ოდესაც მოქმედი ჩემპიონი, ანუ მინიმუმ მგონია რომ შენ ქვეყანაში საუკეთესო ჩემპიონატი, საუკეთესო გუნდი, ანუ იმსახურებს ეს გუნდი. ეს ყველაფერი მიდის ფინანსურ შესაძლებლობამდე. შესაბამისად, იცით როგორ არის, ანუ არ არის ძალიან დიდი ფული საჭირო იმისთვის, რომ გუნდი შევიდეს კონფერენს ლიგაზე. განსაკუთრებით საქართველოში ოპერირება კიდევ უფრო იაფია ევროპულ სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ რა, მაგრამ რაღაცა ანუ ელემენტარულ რაღაცებზე საუბარი არ უნდა იყოს. სწორად არ ვიმაჩნია ივნისში იწყებ გაძლიერებას იმისთვის, რომ მე ჯგუფში შეგიყვანოს იმ ფეხბურთელმა. ანუ ერთი თვე ძალიან პატარა დროა ახლა ჩვენ თუ გადავხედავთ რაღაცა უფრო უკან მოვიხედები და როგორ ვითარდებოდნენ ევროპული წამყვანი გუნდები, ლაიფციგის მაგალითია ვუყოთ, ახლა საიდან დაიწყეს და ზალცბურგიც იგივე სისტემაში მოქმედი გუნდია და რამდენი ხანი ცდილობდა რომ ჩემპიონთა ლიგამდე მისულიყვნენ, რამდენჯერ პლეი-ოფიდან გამოვარდნენ და მაგრამ კომპლექსურია რა ეს ყველაფერი ფული აუცილებლად ფული უნდა აღმოჩნდეს მე სწორი მენეჯმენტის ხელში და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შედეგამდე მიიყვანს რა მაგრამ ეს ახლა რაღაცა კონკრეტული ერთი მიზეზი მგონია რომ ამ ყველაფერს არ აქვს იმართლა გითხრათ უბრალოდ იბერიასგან ეხლაც მგონია რომ უკეთესი გუნდია იბერია ვიდრე ლევადია მაგრამ ნუ მალმოსთან მეტნაკლებად ალბათ მოლოდინიც სურვილი უფრო იყო ვიდრე მოლოდინი, იმიტომ რომ მალმო ახლა დღევანდელი მალმო როა იყო იბერიაზე გაცილებით ძლიერი გუნდია ფეხბურთელებიდან და შემსრულებლებიდან გამომდინარე, მაგრამ აუცი აი დღესაც დარწმუნებული ვარ რომ იბერია უკეთესი გუნდია ვიდრე ლევადია იყო რა და ძალიან სამწუხაროა და ძალიან გასაკვირია პირადად ჩემთვის ის რომ ვერ მომახერხეთ ამ ბარიერის გავლა რა. იცი რა მინდა კითხო წნეხის პონტში ასე ვთქვათ. საკლუბო ფეხბურთი ეხლა ერთი თვის წინ დარწმუნებული ვარ ქუჩაში რომ გავსულიყავით და 10 ქართველისთვის გვეკითხა შევა თუ არა რომელიმე გუნდი კონფერენს ლიგაზე 10-დან 9 მინიმუმ გეტყო და არას. ეს წნეხი როგორ მოქმედებს ამ ფეხბურთელებზე შენი გადმოსახედი ბუნებრივია იმიტომ რომ ფეხბურთელი იყავი. კი, არ მგონია რომ ეს ის წნეხი იყოს ეხლა ანუ წნეხი ზოგადად წნეხში თამას პროფესიონალურ ფეხბურთში შეჩვეული უნდა იყოს, მაგრამ არ მგონია ეს იყოს ის წნეხი რომელიც მე ფეხბურთელს მოედანზე დისკომფორტს უქმნის რა. პირიქით აი ეხლა იბერია შემთხვევაშიც შევხედოთ შარშანდელთან შედარებით ბევრმა წამყვან ფეხბურთელმა დატოვა გუნდი იქ იყო სილა, ჯინჯოლავას ტრამვა, მამაგეიშვილი გონია რომ შევსებად შესაბამისი ვერ მიიღეს რა ანუ თუ რაღაცა მიზეზებზე შეიძლება ვისაუბროთ ალბათ ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის იუაგელაშვილი წავიდა რამდენიმე დღით ადრე კი და ნუ ესეც იცი და არის საბოლოო ჯამში მე ვუწევთ იმ ფეხბურთელებს თამაში რომლებიც წელი სეზონი უფრო ნაკლებად იტვირთებოდნენ და უცებ იმ საჭირო მომენტში როცა ყველაზე მეტად უნდა დაეხმარონ გუნდს იქ შეიძლება 100%-ით ზად არ იყვნენ ეს ფეხბურთელები რა კომპლექსურია ეს რაღაცა შემადგენლობის დაკომპლექტებაც იცი და საქართველოში ზოგადად არ არის მარტივი ჩამოიყვანო კარგი ლეგიონერი რა ის კარგი ლეგიონერი ბევრ ამას უყურებს და ჩემპიონატის დონეს უყურებს გარდა იმისა ახლა ჩვენ არ ვართ საუდი რომ რაღაცა წარმოუდგენელი თანხები გადაუხადოთ და იმ თანხაში სადაც შეიძლება ფეხბურთელი არ ვიცი წავიდეს თუნდაც ხორვატიაში და სხვა მსგავს ქვეყნებში იქ უფრო მარტივად მიდის რაღაცა ქვეყნის დონიდან გამომდინარე, ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, საბედნიეროდ ეხლა უკვე ეს ეროვნული ლიგა წლებია ხელოვნურ მოედნებზე აიგზავნოთ, თორემ იყო ხოლმე ძალიან ისეთი სერიოზული პრობლემები, მე პირადად მომწევია თამაში
4 საათზე, 5 საათზე თამაში ხელოვნურზე, სადაც განათება არ იყო, ეს წინსვლა არის, ახლა ცალსახად არ შეიძლება არა მარტო ცუძე ვერ ვილაპარაკეთ ის რაც გაკეთდა. კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი რა. არ არის საკმარისი და კერძო სექტორი თუ უფრო მეტად არ ჩაერთვება და უფრო მეტად ერთადერთი ბიზნესია ალბათ თუ რაღაცა ფულს არ ჩადებ, ფულს ოღონდ დიდი რაოდენობით ფულს წარმოუდგენელია შედეგის მიღწევა. ანუ დიდი რაოდენობით არ გულისხმობ ახლა რაღაცა ჩვენ ვერ გავხდებით ვერც Paris Saint-Germain და ვერც Manchester City, მაგრამ ის რომ რაღაცა გუნდს მინიმუმი საარსებო კონდეს და ერთი თვითადე არის ფიქრობს გაძლიერებაზე, ეგ ალბათ რა ვიცი სასწრაფოდ მნიშვნელოვანია გუნდისთვის, რომ ეს წარმატებას მიაღწიოს. იკა, ჩაგვერთე საუბარში ცოტა. რა ვიცი, რა ჩაგერთოთ, აბა იბერიას რო დაუბრუნდეთ, იმათი მწვრთნელის ასისტენტს უნდა რომ გავარდნილიყო ის გუნდი, მაგაზე მაგრად გავერთეთ, მეორე გოლზე რაც გააკეთა. მეორეზე იყო, ხო? მეორე გოლი იყო, ხო, საჯარიმოდან ცენტრში რო აიყვანა მთელი გუნდი თამაშგარის ხაზზე და აი წინა გადაცემაში რაც თქვი იგივე კითხვას შენ დაგისმევ რა აი მე პირადად ხალხს ვაბრალებ იმას რომ ფეხბურთი ესე დღეშია რატო გეტყვი იმიტომ რომ არ ივსება სტადიონები და შესაბამისად ბიზნესს არ აინტერესებს ფულის ჩადება იქ სადაც არავინ არ უყურებს არ იცი ჩემპიონთა ლიგაზე აი თავი დავანებოთ კონფერენს ლიგაზე ან ევროპის ლიგაზე გახვალ თუ არა, მაინც ფეხბურთია და შეიძლება მართლა Paris Saint-Germain მოიყვანო აქედან და რაღაცა გუნდთან შეიძლება იმდენად არ გაუმართლოს, რომ ვერ გავიდეს და მით უმეტეს როცა შედარებით არა Paris Saint-Germain გუნდი ხარ, მან უფრო დიდი ალბათობა რომ ვერ გახვიდე, ხო და ამიტომ გონია რომ რავი, ალბათ უნდა დავაძალოთ თავს. არა, იცი უნდა გავავსოთ მოედანი, რომ ბიზნესი დავაინტერესოთ იმით, რომ გეთანხმებ, აი მაგაში გეთანხმებ, იცი რა არის, რომ ხალხი რომ ავსებდეს საქართველოს ჩემპიონატში, თამაშებს ბიზნესმენისთვის, უნებრივია, ბევრად საინტერესო გახდება ფეხბურთი. მეორე მხარეა ჩვენი მხარე, ახლა ამ შემთხვევაში მენეჯმენტის მხარე, რომ შენც რაღაცით უნდა დააინტერესო ეს ხალხი, რომ მოედნამდე მოვიდე. ანუ რაღაცა ორივე ერთმანეთს ველოდებით, ეგ სიტუაცია უფრო არის რა და ჩვენც უნდა ვიმუშაოთ მიზანმიმართლად და იცი ყველა გუნდს უნდა კონდეს თავისი სტრატეგია უნდა გააჩნდეს რა და ერთი დღეით წინ მინიმუმ უნდა იყურებოდე რა როცა რაღაცას გინდა საფუძველი ჩაუყარო რა და რთულია საქართველოში რთულია აი დაგეგმო რა იცი აი 2 წელში რა იქნება 3 წელში რა იქნება ეგრე შორს ვერ იყურებ იმიტომ რომ ფინანსური სიტუაცია არ გაწევს მაგას და სეზონის ბოლომდე მივახცე ხო ანუ ეხლა რეალურად უყურო ხო წინან წლამდე არის ქართული გუნდები რა და კონტრაქტებიც ფეხბურთელების აიღო მეტნაკლებად ყველა გუნდში ეგრეა რომ 1 წლიანი აი 2 წლიანი მეტი თუ რაღაცა 16-17 წლის არ არის უფრო გრძელვადიან კონტრაქტზე იშვიათად მინდის ხოლმე საუბარი რა და მე მგონია რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო და არის ჯერ კიდევ ნაკრების წარმატების ფონზე კვარაცხელია მამარდაშვილის სხვა ფეხბურთი არ ვიცი ანუ მეტი კერძო სექტორს რა мотиваცია ჭირდება რომ გაიზარდოს ახალი კვარაცხელია ახალი მამარდაშვილი ახალი მიქაუტაძე არ მინდა ეხლა ყველას რო ჩამოთვლიდნენ გამომწეს მაგრამ ეს ფეხბურთელები ხო საქართველოში დაიბადნენ აქ თამაშობდნენ აქ გაიზარდნენ წავიდნენ და მე ჩემპიონთა ლიგა მოიგეს ეგრე ლივერპულში თამაშობს ანუ ესენი ხო 2-3 წლის წინ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდნენ. ვერც მაშინ ვერ ვიტყვით, ახლა ბათუმზე არ ვიძახი, იმიტომ რომ მაგ მომენტში ბათუმში მართლა ბუმი იყო და ზუკა და კვარა რო თამაშობდნენ, მოედანი სოივსებოდა და სხვა მუხტი იყო და მართლა ბათუმის თამაშს ჩართავდი, ანუ რაღაც ამოვარდნილი იყო ჩვენი ჩემპიონატიდან და რაღაც თითქოს სხვა ქვეყნის ჩემპიონატს უყურებდი რა, მაგრამ ეს შეიძლება, ანუ კიდე არიან ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს კიდე, უნდა იაროს ხალხმა რომ გაიცნოს ეს ფეხბურთელები და ბუნებრივია რა ხარისხიანი ლეგიონერების გარეშე მარტო ადგილობრივი ბაზით არ წარმოუდგენელი არ ვართ ახლა ჩვენ რა ბრაზილია რომ რაღაცა ყველა გუნდს 3-4 ისეთი ტალანტი ყავდა ჯგუფში შეგიყვანას ვხვდები და აუცილებელია ხარისხიანი ლეგიონერი ახალგაზრდა ნიჭიერი ქართული ტალანტები ამ ყველაფრის რაღაცა შერწყმა თუ სწორად მოხდა გონია რომ იმ შედეგსაც მივახცევთ რა. დროის ფაქტორზე კიდე რის თქმა მინდოდა, იცი? წინა გადაცემაში დამოვიწყდა ამის თქმა სხვათა შორის და ეხა ვიტყვი რა. ეხა ჩვენ ამ YouTube-ს რაც ვაკეთებთ, რამდენიმე თვე გავიდა უკვე. როდესაც ახალ ვიდეოს ვამონტაჟებთ და მზად არის დასადებად, ჯერ ხო ეს ვინც წამყვანები ვართ, ეს 3. კიდე ვინც კადრს უკან არიან, მოკლედ ვჭობთ რომელ საათზე დავდოთ ვიდეო. თუ ერთი ვიდეო კარგად გავარდა და ეს დავდეთ რაღაცა 7-15 წუთზე, მეორე კვირასაც ხო ხდება, ანუ თითოეულ წუთს ვაკონტროლებთ. საქართველოს ჩემპიონატის მაგალითი ახლა ავიღოთ რა. დროები ისეა ჩანიშნული.
თამაში. ხო, თამაშის დროებს გულისხმობ რა, ანუ რომელზე იწყება. სამშაბათს დღის 3 საათზე რო გულშემატკივარი სტადიონზე ვერ მოვა, ეგ ძალიან ლოგიკური რაღაცაა რა. მაგ დროს სტადიონზე მისვლას მოახერხებს მხოლოდ ის, ვისაც ან ფულს გადაუხდი და ან ვინც მაგარი უსაქმურია რა. ადამიანთა 70-80% მე მგონი სამშაბათს დღის 3 საათზე ან 4 საათზე ან 5 საათზე ეგ დროს არის სამსახურში. არ ვიცი ხა ეს ფედერაციის გადაწყვეტილებაა და თუ ფედერაციის გადაწყვეტილებაა კლუბი რატო ეთანხმება. და თუ კლუბის გადაწყვეტილებაა ფედერაცია რატო ეთანხმება. ჩვენი ანუ ერთის მხრივ ფედერაციის და კლუბების და მეორეს მხრივ გულშემატკივრების საერთო მიზანი უნდა იყოს ის, რომ თავარი არის რომ სტადიონი გაივსოს, იმიტომ რომ ფეხბურთი ითამაშება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გულშემატკივრებისთვის, ხო ეგრეა. ის გულშემატკივრები ქმნიან მერე რაღაცა ინტერესი მიდის წარმატებისკენ, მერე ბიზნესმენი ინტერესდება, მოდის ფულს დებს რა. ცარიელ ტრიბუნებზე თამაშს ახლა დღის 3 საათზე მე ფიზიკურად ვერ მივალ სტადიონზე და ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც შეიძლება უნდოდეს სტადიონზე მისვლა, აი შენ რო აბრალებ გულშემატკივრებს. მესმის, მაგრამ ხო უშვებ იმას, რომ იმ გულშემატკივრებიდან 50% შეიძლება არც ცალია ფიზიკურად. ანუ რატო არ შეიძლება რომ შაბათს 6 საათზე დავნიშნოთ ეგ თამაშები მაგალითად. არის მანდ ტრანსლაციის ამბავიც, იმიტომ რომ YouTube-ზე რამოდენიმე პარალელურად გაკეთება სტრიმების ცოტა პრობლემაა ტექნიკურად, არ ვარ 100% დარწმუნებული რომ ეგრეა, მაგრამ მაგასთან დაკავშირებით მეც გქონია კითხვა ვარის ამბავიც არის, იმიტომ რომ არ არის შესაძლებლობა რომ რაღაც ერთდროულად 5 თამაში გაშუქდეს და 5-ვეზე ვარი იყოს, ტექნიკური პრობლემები არის, მაგრამ ეგ რასაც შენ იძახი, კი ეგიც საფიქრალია გეთანხმები, მაგრამ მაგან შეიძლება პრობლემა შექმნას უფრო რეგიონში, თორე ხა თბილისში რა ვიცი, დინამო თბილისი თამაშების 50%-ზე მეც 29 საათზე თამაშობს, მაგრამ ნუ ხო რეგიონებში უფრო აქა როგორიც უკვე შენ რო თამაშობ იქ და მე რო თამაშობდი ვიცოდი და აი ტრიბუნაზე მუდმივი გოლშემატკივრები ვიღაცები დადიან, შობლები, მეგობრები და თამაშიდან რო აიხედები ვიღაცა თუ ყვირის იცი უკვე იქიდან ვის იგზის ის იქ და ვინც აიდან გეძახის და რეგიონში უფრო ცოცხალია ეგ ყველაფერი. რეგიონში უფრო ფეხბურთელად გძნობ ჭარებში ფეხბურთელი თავს, გულშემატკივრის დამოკიდებულებიდან გამომდინარე. არ ვიცი ეს ახალში მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარია თუ შენი, ნუ ფეხბურთი გულშემატკივრისთვისაა რა და ეს რაღაცა დამატებით მუხტს გაძლევს, ენერგიას გაძლევს თამაშის დროს, არ გაძლევს ესე ვთქვათ მოდუნების საშუალებას რა და რაღაც მომართული ხარ, იმიტომ რომ რეალურად შენი გულშემატკივრისთვის თამაშობ. ვინც მოვიდა, რაღაც ბილეთი იყი და ფული გადაიხადა იმისთვის, რომ მოვიდეს და გიყუროს სტადიონზე და რაღაცა. ერთ წეღან ვიღარ ვთქვი და ცოტა უკან თემაზე გადავხტები. კიდე ერთი პრობლემა ცოტა შიდა სამზარეულოც არ ქვია, მაგრამ ცოტა ისეთი ამბავი არა, რომ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. აკადემიებში აი ვიღაცა ნიჭიერი ბავშვი ყავს რა, აი ძალიან მაგარია. პირველი აზრი რაც ყველას მოსდის, მწვრთნელს, აკადემიის რავი მეთოდოლოგს, აკადემიის პრეზიდენტს, მშობელის მეგობარს, ამ მშობელის ძმაკაც, რომელმაც ფუტბოლი კარგადია, ყველაფერი, აი ყველას მოსდის ერთი იდეა. რაღაცნაირად მოვახვედროთ ნაკრებში, იმიტომ რომ ნაკრების იარლიყით კარგად იყიდება ევროპაში. აი ეგ ან რა ვიცი მე ჯერ არცად არ შემხვედრია არც ერთი ეგეთი ნიჭიერი ბავშვი რომლის გარშემოც მიდის ის ლაპარაკი რომ აი ეს გაიზრდება და ეროვნულ ჩემპიონატში ამ და ამ გუნდს დაეხმარება. ეგეც კიდე ცალკე პრობლემა ხო არ არის, მაგრამ რამდენად დიდი პრობლემაა ეგ რომ ვინც კი ვინმე ნიჭიერი ყავს ეგრევე გვინდა რომ სადღაც პოლონეთში ითამაშოს. აი საწყისო დაუბრუნდით, ხა არ მგონია სიმართლე აი გულწრფელად გეუბნები დღეს ახლა ვიღაცა თუ ანუ გადაცემაში სანამ შევიდოთ მანამდე საუბრობდით, დღეს თუ ვიღაცა მართლა გამორჩეულად ნიჭიერია და წარმატებული შეიძლება გახდეს, არ მგონია რომ ვიღაცის რაღაცა ბიძგი ჭირდებოდეს იმის გამო რომ ნაკრებში მოხდეს, იმიტომ რომ რეალურად ახლა ამ რაღაცა ჩვენი წარმატებული ქართული ფეხბურთელებიდან გამომდინარე რაღაც იმდენად საფეხბურთო და საინტერესო ქვეყანა გახდა თუნდაც გაუტებისთვის საქართველოს, მაგრამ იმაში გეთანხმები, იცით, არის კარგი ეს გაყიდვა კარგია, იმიტომ რომ ის ფეხბურთელი მე უკეთეს ჩემპიონატში რო ითამაშებს, ნაკრებსაც უფრო გამოადგება ქვეყანასაც, თავის თავსაც, ოჯახსაც და ყველას, მაგაში ცალსახად ცუდი არაფერი არ მგონია, მაგრამ მე არის მეორე. ჯერ აქ გუნდს უნდა გამოადგეს, ეს გუნდიც ხო რაღაც დროს ხო უნდა გახდეს წარმატებული ამ ფეხბურთელებთან ერთად, ეხლა რო ავიღოთ სიტყვაზე დინამო ზაგრებიც ყიდის ფეხბურთელებს რა, მაგრამ ჯერ იყენებს, იქ რაღაცა თავის მიზნამდე მიღწევაში ეხმარება ეს ფეხბურთელები და მე ყიდიან და მაგაში გეთანხმები რომ ჩვენთვის ჩემი აზრით
ქართული გუნდებისთვის ეგზაუმჯობესი იქნება რომ არ გაყიდო 500,000-ად, შედი ჯგუფში და გაყიდე 5 მილიონად რა და ეს ფეხბურთელები თუ რამოდენიმე წელი აქ ითამაშებენ, მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება რა ჩემპიონატის დონე უნდა აიწიოს, ფული უნდა ჩაიდოსო, შენ ამ ფეხბურთელის დატოვება აქ შეგეძლოს და ეს თუ აქ 4 წელი ითამაშო ჩვენ ჩემპიონატში, კი არ უნდა დაუკლოს თამას პირიქით ამ 4 წელში მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, იმიტომ რომ ისეთი ასაკის ფეხბურთელებზია საუბარი, ვინც მიდიან უმეტესობა ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელი, აი 21 წლამდე ნაკრების ზღვარზე როა რა და ხა შენ თუ 21 წლის ფეხბურთელი კიდე 3-4 წელი გააჩერე, რომელიც აი რაღაცა ვერც წინ მიდის, ვერც უკან, ვერც ხო იცი, აი პროგრესი თუ არ ხდება, იქ ერთდონეზე ვერ იდგები, არ არსებობს ეგრესი არ წამოვიდეს და აი მაგაზე უნდა ვიფიქროთ, რომ პირობები შეუქმნათ ამ ფეხბურთელებს იმისთვის, აქ თუ დარჩებიან, უნდა განვითარდნენ რა და იდეაში გეთანხმები 100%-ით, რომ ჯერ უნდა გამოიყენონ გუნდებმა ეს ფეხბურთელი, კარგი გაგებით გამოიყენონ, რომ წარმატების მიღწევაში დაეხმარონ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ასპარეზზე და მე უკვე ვეღარ დააკავებს ეს ხოთები ნიჭიერ ფეხბურთელს ვეღარ დააკავებს. აგერ მარცხელიაში გამოვიდა პარი სენ-ჟერმენი 70 მილიონი გადაიხადა ხა. 2-3 წლის წინ რო ვიღაცას ეთქვა ქართული ფეხბურთელი 70 მილიონად გაიყიდება, ხო წარმოუდგენელი იყო რა, მაგრამ აღარ არის მილიონად ვიზეიმეთ 15 რამდენი იყო ნაპოლის და მამარდაც ეხლა კაცი წავიდა ლივერპულში, ანუ წარმოუდგენელი ქართული მეკარი მოიდგინეთ, ქართველი მეკარი ლივერპულში, ანუ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თუ საუკეთესო გუნდი არა დღეს ლივერპულში. ხო, იკას თემას რო უპასუხო რა, თან საფეხბურთო ბუმია ახლა ქვეყანაში. მე მახსოვს რამდენიმე პრინციპში ალბათ თვის წინ ანდრეა ბართიშვილზე რო გავარდა რა და მე ჩავხედე ფოთის კოლხეთში თამაშობს, ნუ კოლხეთს მეტანაკლებად ყველაზე აქტიურად კოლხეთს ვადევნებ თვალს და 16 წლის არის ეს ბავშვი, 17 წამდელებში 5 თამაში 2 გოლი შეაგდო და ეგრევე ბუმდა, იფეთქა და ძალიან ბევრი საუბრობდა მის იმაზე, მაგრამ აუცილებელია სავალდებულოა ბჭყალებში, რომ ამ ბიჭმა დააგროვოს ადგილობრივ დონეზე კარგი გამოცდილება, ითამაშოს ამ უმაღლესში. გაიზარდოს პირველში ასაკით, თამაშს მოუმატოს და მე უკვე უმაღლესიდან წინ ნაბიჯის გადადგმა გაცილებით მარტივია, ვიდრე 16-17 წლის ასაკში სადღაც წახვიდე და იქ აბსოლუტურად უცხო ხარ. ოჯახთან არ ხარ, არ ხარ პიროვნებად ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ხარ ბავშვი რა. ხა ყველა ლამინიამალივით რაღაცა გენიალური ვერ იბადება და მით უმეტეს როცა საუბრობთ ქართულ ფეხბურთელზე, აი იქამრაც თქვა რომ ის რო ფიქრობს რომ იქ გაყიდოს თუ იქ გაყიდოს, არ არის საჩქარო. საქართველოსთან წასვლა არ არის საჩქარო, 17, 18, 19 წლის ასაკშიც წასულან საქართველოსთან ფეხბურთელები, ვინც შეიძლება რაღაცა განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდა, მაგრამ შრომის მეყარებით მიაღწიეს გიორგი ქოჩორაშვილი ამის უიდეალურესი მაგალითი, ვინც არ იცით რაღაცა ისტორიები რომ მოძებნოთ და ნიკუშას უფრო მეტი ესოდინება. ქოჩორას ეხლა სხვათა შორის ძალიან კარგი რაღაც სპორტული ფორუმი ქონდა რა, დავესწარი და აი მართლა იცი რა არის, ხო აი რაღაცა ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ უნდა გაიგოს ის თუ რა გზა გაიარა გიორგიმ, როცა აქედან წავიდა და შემდეგ როგორ განავითარა თავისი თავი, როგორი პროფესიონალია და დღემდე რამდენ შრომობს ის, რაც ახლა მაყურებლისთვის და გულშემატკივრისთვის არჩევს, რამდენ შრომობს იმისთვის, რომ წარმატებული იყოს, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმაც რა და უფასდება ამ კაცს ახლა გიორგის კარიერას თუ გადავხედავთ დღემდე ყოველთვის პროგრესი კი მუდმივი პროგრესია რა. სხვათა შორის გუშინ დებიუტი ქონდა სპორტინგში. სამწუხაროდ წააგეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან ბევრი გამარჯვება აქვს, იმიტომ რომ იმდენად პროფესიონალია, მიზანდასახულია და სწორ რაღაცებზე აკეთებს სწორებას და კონცენტრირებას, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული და სამაგალითო იქნება ბევრი ქართველი. აუცილებლად. ქოჩორასნაირი ბიჭები გჭირდება ზუსტად. მებრძოლი სწორად რო ავითარებს საკუთარ თავს და საკუთარ თავზე მუშაობს ყველაზე მეც. და კიდე ერთი აი იგივე თემაზე ცოტა საპირისპირო მხარეს რო გადავიდეთ, აი რაც თქვი რომ დარჩეს რომ პროგრესი თუ არ განიცადა რეგრესია. ეგ მომენტიც არის რა, რომ აი ძალიან ხშირად ხდება ეს რომ აი ქართველი მოთამაშე თუ რაღაცა გაისვრის, ეგრევე უნდა წავიდეს რომ არ დაეწყოს რეგრესი. ეგ შენ როგორ ფიქრობ, ჩვენი მენტალიტეტის ბრალია თუ იმისი ბრალია, რომ ჩემპიონატში ისეთი დონეა, რომ აი ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის ის ყოფნის. იცი როგორ არის, ხო, აი რაღაცა შენ არ ვიცი ხა, თუ გამოხვედი 17-18 წლის ფეხბურთელი ხა, მე მახსოვს ეგეთი პირველი ვინც მახსენდება, პატარა ვიყავი, ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა და შთაბეჭდილება მოახდინა, იყო ყენია რა. 16 წლის ყენია ლოკომოტივის აღზრდილი ვარ, ლოკომოტივში მაგის თამაშები რო ვნახე,
მართლა მარტო იგებდა თამაშებს. ეხლა 16 წლის ფეხბურთელი 17 წლის თუ გამოხვა ჩემპიონატს მარტო მოიგებ, თასს მარტო მოიგებ და ამ გუნდსაც ევროპის საკვალიფიკაციოზე სადღაც რაღაც ეტაპამდე გაიყვან. თუ ამოწურა უკვე შენ თავს აქ და რაღაც აი ერთ სეზონი, ოღონდ აი ძალიან იშვიათობაა, ხო ხდები რომ ეხლა ერთმა ფეხბურთელმა ერთ სეზონში მთელი ჩემპიონატი ამოწუროს უკვე რომ აქ განვითარებას ვეღარ ხედავს რა. ეგეთი რაღაცა თუ ხდება, კი ბატონო რა, თუ ამოწურე და დახურე ჩემპიონატი და გადახვედი სხვა ლეველზე, წადი, მაგრამ ვიღაცებს კი არა, უფრო ნორმალური და ბუნებრივი პროცესია, როდესაც ეს ცოტა რაღაცა 2-3 სეზონიანია რა, ხო და ეტაპებს გადის ფეხბურთელი რა და არ ვიცი ხო, მაგაზე შეიძლება ითქვას, რომ კომპლექსურია როგორც მენტალობის, იმიტომ რომ ის ფეხბურთელი სადღაც მე ნერვიულობას იწევს. აი გავხდი მქონია ეხლა მე ფეხბურთელებთან მაგაზე საუბარი და აი 21 წლის ვარ ვერ წავედი 22 წლის ვარ და როგორ არის აი მომავალზე ფიქრი შენ აწმყოს კარგავ რა დღეს გააკეთე დღეს იშრომე და 22-ის რო იქნები მე გამოჩდება სად იქნები არ დაგეკარგება არ არსებობს რა რომ ის რაღაცა რასაც შენ გასცენ და მთელი გულით აკეთებ ეგ სადღაც არ მოგებრუნდეს მაგრამ ვიღაცა მე 17 წლის ასაკში ვიღაცა არ შეიძლება 27 წლის ასაკში წავიდეს რა ძალიან კარგი მაგალითია ჯეიმი ვარდი კი ბატონო ჯეიმი ვარდი ხო ეგ უნდა და იქ კიდე უფრო მარტივია ეხლა ხო ხდები რა მაგრამ აგერ მე ეხლა შემიძლია მოვიყვანო სიხარულიძის მაგალითი ირაკლი სიხარულიძე რომელიც ჩვეულებრივად საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო გამოცილი ფეხბურთელი იყო გადმოვიდა ლოკომოტივში 26 წლის ასაკში და ესე ვთქვათ მეორე სუნთქვა გაეხსნა რა გახდა ბომბარდიერი გაიტანა 25 გოლი გამოიძახა ვაისმა ნაკრებშიც გოლი შეაგდო წავიდა ჩეხეთში ანუ ყველას თავისი დრო მოდის ზოგს გვიან ზოგს მე უფრო ადრე რა ხო იცი რა თავარი აი რაღაცა პროცესი მიყვე ისე რომ რაღაცა ზედმეტად არც მომავალზე იფიქრო არც წარსულში არ ჩარჩე ეგ ორი უკიდურესობა ვიღაცა ბავშვობაში მაგარი იყო მე ისე ვერ განვითარდა და მისტირის იმას რომ აი მე ადრე რა მაგარი ვიყავი ეხლა რა მჭირს და აწმყოს კარგავენ რეალურად იცი რა არის ახალ საფეხბურთო იმაში სექტორში ასე ვთქვათ ეს ასაკი ხო შემცირებულია ამაზე რაც ვთქვით გაზრდილიც არის ხო, ანუ რამდენადაც აქ დაპატარავ და აქეთ ბევრად მაგრად გაიზარდა. ამიტომ 28 წლის ასაკში, 28 წლის ასაკში რო წავიდეს ტიპი ევროპაში, საქართველოსდან, არც ეგ არ არის გვიანი რა, ეხლა შეიძლება არ იყოს პრემიერ ლიგა. შენ შესაძლებლობებსაც იცი რა არის, ანუ თავი არ უნდა რაღაც ილუზიებში არ უნდა იწყო. 27-28 წლის ქართველი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგაში ვერ მოხვდები და ვერ ითამაშა. არ ვიცი, შეიძლება რაღაცა სასწაული მოხდეს. წახვიდე ჯერ პოლონეთში იქ, მაგრამ ითამაშო მე შეიძლება სადღაც გადახვიდე და იქიდან კიდე იქამდე მიხვიდე, მაგრამ მაგის ალბათ რეალურად ცირე შანსია, მაგრამ შენი პოტენციალიც შენ თვითონ უნდა გაზომო, სად შეგიძლია რომ მოხვდე და ითამაშო რა და შენ შემთხვევაში ეგრეა რაღაცა უცებ გვინდა, აი რაღაცა ერთი დღე ვშრომობთ და მე 2 დღეს გვინდა რომ ახდეს წინ რა და პირდაპირ სიტი. ხო, პირდაპირ სიტი. რესტონი არც ყო არ მოხდა ეგრევე პარის სენ-ჟერმენში და არც ამარდა არ მოხდა ეგრევე ლივერპულში ხა რო გადავხედოთ ახლა ამათაც რამდენი იშრომეს, რამდენი იწვალეს, რამდენი დაამტკიცეს იმ გუნდებში სადაც თამაშობდნენ და აუ კაცმა სკუდეტო მოიგო და გაუვარდაო ახლა ნახევარის საქართველოს მაგასი გიჟია ახლა ხო ხდება მარადონასაც გაუვარდა მაშინ თავზე ჩემპიონთა ლიგაც მოიგო აგერ დაადო ზემოდან რა სოფლიოზეც გაგვიყვანს იმედია გაგვიყვანს დარწმუნებული ვარ რომ ეს თაობა აუცილებლად გაგვიყვანს იმიტომ რომ კიდე ახალგაზრდები არიან ვინც ნელ-ნელა წამოეწვა და ამათ მენტალიტეტი უკვე როგორია იცი გამარჯვებულის მენტალიტეტია ამ ფეხბურთელებს შენ რო ჩემპიონთა ლიგას მოიგებ შენ რო ყოველდღე ვანდაიკთან სალახთან ეგეთ ფეხბურთელებთან ვარჩევ მიქაუტაძე დავითაშვილი რომლებიც უკვე როგორ იცი ლიგა 1 ლიონი და ის უკვე როგორ არის რა რაღაც ჩოვლებრივი გაგვიხარ გვეცოდება ხო ხდები გადახედე ხა 10 წლის საქართველოს ხო ანუ ლიონი აუ ბიჭო ცოდვა ლიონში თამაშობს ხო ხდები უკვე რაღაცა მეტი გვინდა და ამათ სხვა მენტალიტეტი აქვს ეს ადგილობრივი ჩემპიონატის ან თუნდაც რაღაცა ნაკლებად წამყვანი ქვეყნების გუნდებიდან ფეხბურთელები ჩამოდენ ეგენიც ხო ძალიან იზრდებიან ამ ხალხ გამოცდილებას იღებენ ამ ფეხბურთელებთან ვარჯიში და თამაში და გონია რომ ესენი რაღაცა მენტალურად და სპორტული თვალსაზრისითაც კიდევ უფრო წინ არიან და აუცილებლად მუნდიალზე უნდა ვითამაშოთ. ხო, გადაცემის შუაში მინდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო, თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი. გამოიწეროთ ჩვენი არხი, კიდევ ერთხელ ამოვანათებს ირაკლი მე დარწმუნებული ვარ და ხო, მოდი იბერიაზე ვისაუბრეთ. ქართულ პრობლემებზე, ქართული ფეხბურთის პრობლემებზე მეტნაკლებად ვისაუბრეთ. ეხლა შევეხოთ გორის დილას, იმიტომ რომ ყველაზე მეტად გორის დილა იყო ახლოს მოკლედ რა საკუთარ მოედანზე 3-3 თან ბოლო წამებზე გაშვებული ძალიან დასანანი გოლი და
ერთ სიტყვი და მე გადმოგცემ სიტყვას რა. მე რაც ძალიან ცუდად მენიშნა პირველ თამაშში ლატვიაში. იქ გუნდმა ითამაშა ან 0-0 გავაკეთოთ, ან 1-0 წავაგოთ და მორჩეთ და მე ვნახოთ გორში რა იქნება და. სადაც გორში 3 გოლი გაუტანეთ, იქ რო უფრო აგრესიულად ეთამაშა გორს, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება სხვა შედეგი ყოფილიყო. მინიმუმ იქ არ წაგვეკო. და ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. გორის დილა ბოლო წლებია გამოირჩევა ყველაზე კარგი ლეგიონერებით. ალბათ მენეჯმენტის დამსახურებაა ეგ, ხო? კი, გორის დილას რაღაცა თავისი ხაზი აქვს, თავისი ნიშა აქვს, როგორც მე ვიცი, განაში აქვს საკუთარი აკადემია გახსნილი და ხშირ შემთხვევაში აფრიკელი ფეხბურთელები ჩამოყავდა, გორის დილას შემადგენლობასაც რო გადავხედოთ, უფრო მეტი აფრიკელი ფეხბურთელია ვიდრე ქართველი. ხო, თან კარგი რა არის, იცი? კარგი რა არის, პრინციპში არ არის ეს კარგი ნამდვილად, მაგრამ შესამჩნევია, რომ ფინანსურად გორის დილა არ არის ნომერ პირველი გუნდი ქვეყანაში, ხო? თუმცა დახარჯვას გული ხო, კი ბატონო. თუმცა, ამის მიუხედავად ახერხებს იმას, რომ შარშანაც მახსოვს ბოლოს გორის დილა გავარდა. ხო, ანუ ყიდიან ყოველ წელს ფაქტობრივად 1-2 ფეხბურთელს უეჭველი ყიდიან რა და მაგათო შემოსავალს ავსებენ რა. ხო, რაღაც დონეზე. ანუ უფრო ხაზი აქვს ალბათ რა და მაგაზე ფიქრობენ და ადგილობრივ ჩემპიონატში, ევროსაგზურს ყოველთვის ბოლო წლებია სტაბილურად ინაღდებენ და ხო მე იქ ვინც თავს გამოიჩენს უკვე მიდიან და ეგ ფეხბურთელები რა. ქუთაისის ტორპედო. გადაკიდებული ომონია ბოლო წლების განმავლობაში. შარშანაც ომონიასთან გამოეთიშა ქუთაისური გუნდი, წელსაც სამწუხაროდ ომონიასთან დავთმეთ, თან ძალიან დავთმეთ. გუშინდელი თამაში ომონია ეხა ქუთაის ტორპედოს ყველაზე ნაკლებად შეიძლება რომ გაუბრაზდე რომ რატო წააგე. ხო, უბრალოდ თამაში აი ანგარიშია ისეთი გამაღიზიანებელი და ალბათ გულშემატკივრისთვის შეურაცხყოფელიც, იმიტომ რომ ორი მატჩის ჯამში მგონია რომ ტორპედო 5-0 არ უნდა აგებდეს, მაგრამ რეალურად იცი რა არის, ანუ იქ რო 1-0 წავაგეთ, ანუ თამაშსაც ეთყობოდა, რომ ჩვენზე გაცლებით უკეთეს გუნდთან თამაშობდით და უბრალოდ იქ ომონიას ჰქონდა უფრო რეალიზების პრობლემა და მეკარე გოშაძე. კი, გოშაძე და ის შედეგი უფრო არალოგიკური იყო, იქ რო 1-0 დავთმე თამაშის სცენარიდან გამომდინარე და მაგ ყველაფერმა იმედი მოგცა მე რომ აი სახში შეგეძლო, მაგრამ ის პირველი ბურთიც, რა ვიცი, ისეთი რაღაცა ცოტა ბავშვური შეცდომით გაუშვა დადებული ბურთით წელებს გადაახტათ. მაგრამ ხო, ტორპედოზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო ძლიერ გუნდთან დაამარცხდა, მაგრამ ტორპედოში ძალიან ისეთი სიტუაცია, ანუ ფინანსურად ეხლა ალბათ ყველაზე შეძლებული გუნდია ქართულ ბაზარზე და არ ვიცი, თავარი ეგ არის ალბათ, რომ გუნდმა რაღაცა თავისი წვრთნელიც ნახოს, ენდონამ ადამიანს, ვინც იქნება, არ ვიცი, მე ეხლა ეს იქნება თუ ვიღაცა სხვა იქნება, მაგრამ გუნდი უნდა დასტაბილურდეს, არ შეიძლება ყველა სეზონში 12-13 კაცი იცვლებოდეს. გუნდს აქვს აშკარად ფინანსურად იმის შესაძლებლობა, რომ დასტაბილურდეს, შეარჩიოს ის ფეხბურთელების ის კონტინენტი, რომლებიც საბოლოო ჯამში ძლიერ ტორპედოს ჩამოაყალიბებს, რომელიც მე იბრძოლებს უკვე ევროთასებისთვის. რამადა. ხო, ეს ლეგიონერების თემაც. ხო, ანუ ის ფინანსები, რაზეც საუბრობდი, ტორპედოს აქვს, აი ყველაფერი რესურსი და დანარჩენი. ეგ ლეგიონერების თემაც ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ როგორც თუ ჩამოყავს ლეგიონერი, უხდი იმაზე მეტ ფულს ვიდრე გადაუხდი ქართველს, ვთქვათ. ეგ ესეთ თამაშებში ხა ომონიასთან თამაში. ომონიაც არის ლეგიონერებისგან აწყობილი გუნდი. იოვეტი ჩამოგვიდა. აი, მაგას უყურებდი ახლა იოვეტიჩი რამდენია ჯამში გადახტილი. კარიერის მანძილზე? ხო. ფიორენტინამ 8 მილიონად იყიდა, მე სიტიმ წაიყვანა 26-ად. მე ინტერმა 13.5-ად და მე მონაკომ 10.5-ად. ანუ თან ახლა იოვეტიჩი არასოდეს არ იყო ის ფეხბურთელი რაღაცა. სისწრაფერო ჭირდებოდა ყოველთვის, სულ ტვინით თამაშობდა და ტექნიკით და ხა დაბერდა, მაგრამ იოვეტიჩი არას. იოვეტიჩისნაირი ლეგიონერის ჩამოყვანა შეუძლია ნიკა ტორპედოს. ფინანსურად პირველ რიგში. ტორპედოსში და სამზარეულოში ეგრე გარკვეული არ ვარ, მაგრამ არ ვიცი სიმართლე გითხრათ იოვეტიჩის ხელფასიც რა არის. დაახლოებით. ტორპედო არ სახო ჩამოიყვანა. ხო, აი მაგიტომ აქეთკენ მივდიოდი რა. არ ვიცი, მაგრამ იცი რა არის, ანუ შემტევი ალბათ უფრო ძვირი ის რა რო არის, იმიტომ რომ შემტევია ის ფეხბურთელი, რომელიც საბოლოო ჯამში ვინც გოლი უნდა გაგიტანოს, თამაში მოგაგებინოს, ხო ხდება, ანუ სხვაობას, ეხა ფეხბურთი გუნდური სპორტია და დღეს მეკარეებში ციხდნენ 70 და 80 მილიონებს, მაგრამ რო გადავხედოთ ეხლა გუნდებსაც რა, დაახლოებით ჩვენაირი ქვეყნების გუნდებს, ყველა უფრო უპირატესობას ანიჭებს, ლეგიონერები თუ ყავს შეტევაში, რომ ამათმა უფრო მეტი ხარისხი წინ მოგწეს რა და
ალბათ შემტევილი ფეხბურთელი შემოყვანა უფრო რთულია ვიდრე მწველის რა მაგ შემთხვევაში და. და ეს გიორგი კოხრეიძის ნაკლები სათამაშო ცოტა სათამაშო დროც ცოტა მეუცნაურა, იმიტომ რომ მეუცნაურა. ხო, ანუ კოხრეიძე იყო საუკეთესო მოთამაშე, ხო, გასული სეზონის. მე მახსოვს ძალიან სერიოზული ყვაყოფილება იყო იბერიას მხარეს, რომ რატო გაუშვით და იქ რაღაც დავაც იყო მე მგონი, რომ ცოტა რაღაცა არაკანონიერად წავიდა მოლაპარაკებები, საბოლოოდ საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატის წინა სეზონის აღმოჩნდა ქუთაისის ტორპედოში და ეხლა როცა ყველაზე მნიშვნელოვანი დრო იყო რომ ევროტურნირები ხო ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ამ ქუთაისის ტორპედოსთვის კოხრეიძე პირველ წრეში აი იმასთან ყაზახებთან რო თამაშობდნენ იქ მწვრთნელად ვარო ტრავმა ჰქონდა და იმის მერე ანუ ტრავმირებული ფეხბურთელის სკამზე ჯდომას აზრი არა აქ თან აქ შემოვიდა საერთოდ შემოვიდა როცა დამთავრებული იყო ყველაფერი და ცოტა უცნაურია კოხრეიძისნაირი ფეხბურთელი რატო ვერ პოულობს სათამაშო დროს მით უმეტეს როცა გუნდი უტევს ფლანგელით რო არ უტევდეს ფლანგელით კი ბატონო ვიტყოდით რომ არ ჯდება და მაშინ წავიდეს მაგრამ აი კოხრეიძისნაირი ფეხბურთელი სადაც არ იქოთა სკამზეზის მე მეუცნაურება ყოველ შემთხვევაში ხო როგორც გულშემატკივრისთვის ახლა ჩემთვისაც ცოტა სიმართლე გითხრათ ის იყო და მოულოდნელი იყო რომ დავიდოც ვნახე რომ შემადგენლობაში არ იყო ეგ მწვრთნელის ინტერვიუც მახსოვს რომ სცენარო ტრავმა ჰქონდა და 100% ზად არ არის თორე ჩვენთვის სამშოვანი ფეხბურთელი აუგუნებრივია და ალბათ არ ვიცი ნუ მწვრთნელმა უკეთ იცის იმიტომ რომ პროცესებია შეგნით გუნდში ვარჯიშები თამაშები და ყოველთვის მგონია რომ მწვრთნელმა უკეთ იცის თუ რომელი ფეხბურთელი უნდა დააყენოს ძირითად შემადგენლობაში იქ მოწინააღმდეგესაც აფასებენ ანალიზი აქვს სტრატეგიას და გეგმავენ თავიანთ თამაშს და არ ვიცი შორს ვარ იმაზისგან რომ რომელიმე მწვრთნელი არსებობს რომ მოედანზე საუკეთესო 11 კაცი ყავდეს. მე უბრალოდ გულშემატკივრებისთვის ბევრი დეტალი რაც შიგნით ხდება ეგ ცნობილი არ არის და ბუნებრივია რომ ბევრი კითხვის ნიშანი ჩდება ხოლმე ხალხში. ხო, ამ ყველაფრის შედეგად 2027-28 წლების სეზონისთვის დავკარგეთ ერთი გუნდი იმას საკვალიფიკაციო. თან ეხა ზუსტად გახსნილი მაქვს ეს რომ ბოლო 32 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ პოზიციაზეა საქართველოს ჩემპიონატი UEFA-ს საკლუბო რეიტინგში. კოეფიციენტები თუ შევხედავთ რა და ყველაზე მაღალი რომელ წელს. აი მაგას ვუყურებდი მეც და 24 ადგილზე ყოფილვართ 1998 წელს. იმედი არის ეს სტატისტიკა არ იტყუება, რეზი მოგვაწოდა ეს რიცხვები და ხო, რატო ვახსენე ხა ეს თემა. 2016 წელს როცა განხორციელდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეფორმა და შეიცვალა გადავედით გაზაფხულის შემოდგომაზე, იმის მერე მხოლოდ გვაქვს კლება. ანუ 2016 წლის მერე 36-ზე ვიყავით ამ დროს, მერე მე-40-ზე, 45-ზე, 47-ზე, 44, 43, 47, 46-ზე, 46-ზე, 50-ე და 2026 წელს ვიქნებით მოკლედ 52 გავალთ 3 გუნდით და ჩვენს უკან არიან უელსი, სან-მარინო და გიბრალტარი. სან-მარინო და გიბრალტარი საფეხბურთო ქვეყნები ცალსახად არ არიან, უელსი იქ არის, იმიტომ რომ უელსის უძლიერეს გუნდები თამაშობენ ინგლისის ჩემპიონატებში. კარდიფი, რექსემი და სოუნსი. ანუ იმათ არც აქვთ პრეტენზია რომ აქ იყვნენ რა. მესმის რომ უელსის იქ უფრო მეტ ფულს აკეთებენ. ხო, აბა იქ უფრო მეტ ფულს აკეთებენ და მოდი მეოთხე გუნდზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვით, სპაიერი იყო მეოთხე გუნდი, რომელმაც არ გვიყვირს ნამდვილად რომ წააგო. სპაიერი არის ლიგა 2-ის გუნდი ღემდე და სავარაუდოდ მომავალი სეზონიდან ვიხილავთ უმაღლესში, იმიტომ რომ პირველ ადგილზეა. მაგრამ ვენის ავსტრიასთან ხო, ვენის ავსტრია ქვია იმ გუნდს, ხო? ავსტრია ვენა იმასთან წააგო კარგად 7-0 ორი მაჩის ჯამში, მაგრამ ერთი უცნაურობა მოხდა იქ. ირაკლის უყვარს ესეთი რაღაცეები და მოდი იქ აბარემ შენ თქვი. ხო არა, ნუ ეგ სპორტშურს აერი არის ქართული პროექტი ფეხბურთში, რომელსაც ყველაზე მეტად გულშემატკივრობ, იმიტომ რომ ძალიან უკნიდან დაიწყეს და ის სულ პროგრესირებენ და სულ წინ მიდიან და ვითარდებიან და რაღაცა უმაღლესში ამოვლენ, სანამ უმაღლესში ამოვიდოდნენ, აგერა კვალიფიკაციაც თამაშეს. არა მაგრად მოუწურდათ ის პოსტი რაც დაწერეს, ნუ აი ვერ მივხვდი რატო. ანუ რაღაცა ჩემ მეგობარი იძახდა რა. აი პირველად მესმისო საერთოდ რომ ფეხბურთის გუნდი იძახდესო ეუბნებოდეს გულშემატკივრებს რომ თამაშზე არ მოხვიდეთო. ყველად ნუ იჩალიჩებთ ვილეთებს. ხო, ანუ თავიდან ვერაფერში ვერ ჩავსვი რა ალბათ ნუ ეხა ვენის ავსტრია ცუდი გუნდი არ არის ძალიან მაგარი გუნდია თან ავსტრიაში ფეხბურთი ბევრად
მაღალ სიმაღლეზე დგას, ვიდრე საქართველოში ბოლო-ბოლო Red Bull-ის Salzburg-ი ყავთ და Rapid-ი და ასე შემდეგ. მაგრამ ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი ყავს. კიდეიშვილის სახით. კი ბატონო. ათიანიც და კაპიტანიც და საუკეთესო ფეხბურთელიც და სხვა შორის დღეს იწყებს ჩემპიონატს. და იმედია რომ გააგრძელებს სადმე უფრო სერიაში უკეთეს გუნდში, ხო. პირდაპირ ინტერი ვერ თქვი, ხო? ხო, პირდაპირ ინტერი ვერ ვთქვი. და ეს არის რა ქვია, თავიდან ვფიქრე რომ ალბათ რაღაც ძალიან ისეთ მარსელდებოდნენ და რაღაც ფეხბურთელები არ დასტრესეს თქო. არა, არ ვიცი, ვერ მივხვდი. არა, მე მგონია, აი გულწრფელადო გითხრათ, მგონია რომ უფრო რაღაცა ტექნიკური შეცდომა უფრო იყო გაპარული, ვიდრე რაღაცა მაგას არ ვიცი, ჩემთვისაც იცი რა არის ვიცნობ მაგ ადამიანებს ვიც მაგ გუნდში მუშაობენ და ძალიან რაღაცა კარგი ხალხია და მართლა რეგიონალ ლიგიდან დაიწყეს და სუფთად მუშაობენ და შორს ვარ იმ აზრისგან რომ რაღაცა არ ვიცი ის განზრახვა ჰქონოდათ ერთი არა უნდოდა და რა გამოუვიდა შემდეგ მაგრამ ეს გუნდი ხო ყოველდღე იზრდება ეს UEFA-ც მაგათვის რაღაცა პირველი გამოცდილება ყოველთვის რაღაცა სიახლეებია სწავლობენ და ხო რაღაცა ისე გამოუვიდა რომ გულშემატკივრები უკმაყოფილოები დარჩენ და აქვს ამას თავისი მიზეზი და მართალია გულშემატკივარი ამ ყველაფერში მაგრამ გონია რომ ეს რაღაცა განზრახ არ გაუკეთებია და ხო ანუ რაღაცა მოტივი რა იყო ხო ცოტა გაუგება თუ ამას დავარქმევ შეცდომად მაშინ ისიც თქვა რომ დარწმუნებული ვარ რომ შეცდომა უფრო იყო პოსტი წაშალეს და ალბათ ხო რა ვიცი გონია რომ არც ბოდიშის მოხდა არ მოერიდება გულშემატკივართან იმიტომ რომ პოსტის წაშლას რაღაც დონეზე ალბათ ბოდიშის ხო ის ბოდიშიც ხო ხდები ანუ ბოდიშია რა როცა რაღაცას არ გამოგდის ან რაღაცა ცუდად გამოგივი და ძალიან რაღაცა ნორმალური ფორმაა ბოდიშის მოხდა და მგონია რომ არც მაგ პასუხისმგებლობას არ გაიქცა ხო თან ჩვენ ძალიან გვიყვარს ახლა ზოგადად ქართველებს ძალიან უყვართ რაღაცა პატარა თემის ატაცება და წაქცეულზე მე ჩაჭერა მუხლის ხო ხდები და მესმის ეს იყო საერი და თანხდები თუ კარგი არისო ეგ კი ბატონო მაგრამ არც რაღაცა კატასტროფა მაგითი ჩემი აზრით არ მომხდა მაგრამ გულშემატკივრის გაღიზიანება და გაბრაზება საკმაოდ ლოგიკური იყო თან ცუდიცი რა არის რომ აი ხო ნუ რეალურად რაღაცა ისეთი სუნი იდგა რომ ყველა გუნდი გავარდებოდა რა და აი რაღაცა სადღაც ეს გაბრაზება ხო უნდა წასულიყო და აი ზუსტად მაგ დროს დადეს და შედგა ყველა ხო მეც აჩორის თან ახლა ის კიდე რა არის ცით თლად რომ ამათ იმ პოსტის მაგივრად რომ დაედოთ რომ აგერ ლინკი ბილეთებიჯის შეიძინეთ ბილეთები და მოდით აი რამდენი ადამიანი წავიდოდა დარწმუნებული ვარ ძალიან ცოტა იმიტომ რომ მე უფრო მაგარს გეტყვი იმ ადამიანებიდან ვინც მაგ პოსტს კენწლი და ჰაერში რამდენმა იცის სპაერი რა არის ხო ცუდი რაღაც მოხდა თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პროექტი კარგია იწყებენ შორიდან ეს ადამიანები რაღაცას ფაქტია რომ სწორად აკეთებენ იმიტომ რომ თასი მოიგეს ეს ევროტურნირი თითოეული ფეხბურთელისთვის დიდი გამოცდილება იქნება. რა უნდა იმიტომ ხა სპაერის ბევრ ფეხბურთელს პირადად ვისწრებ და ეროვნული ლიგის გამოცდილებაც არა. პირდაპირ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ითამაშეს და. სპაერი მე ეს მარცხიც ხო, ნუ შემთთვის უფრო ლოგიკურია ვიდრე არალოგიკური და ის უფრო გასაკვირი შეიძლება იყოს, რომ იქამდე მივიდა სპაერი და თასი მოიგო დინამოს ფინალი მოუგეს, როცა დინამოს უკვე ჩემპიონატში იცოდა რომ ევროთასებზე ჩემპიონატის გზით ვერ გავიდოდა და მთელი სწორება და კონცენტრირება თასზე ჰქონდათ გამოვიდნენ მოუგეს დინამოს მოხვდნენ იქ ანუ ეგ უფრო გასაკვირია ჩემთვის ვიდრე ის საშედეგიც დადგა რა ძალიან გულდასაწყვეტია და რა თქმა უნდა ძალიან ძიმია ის რომ ესეთი შედეგი დადგა ანუ გულისხმობა ანგარის მაგრამ ის რომ რაღაცა სპაერი გამოვიდოდა და ავსტრიავენას მოუგებდა მე პირადად ეგ მოლოდინი არ არა ხო რა ხო თან სპაერს რეალურად ჭირდება უფრო მეტი გამოცდილება თან მაქსიმალურად ცდილობენ მოთამაშეების შენარჩუნებას მე მგონი უმაღლესი გუნდებზე მეტად დიდი ხანია მაგ შემადგენლობით წერტილობნად 2-3 კაცი ყოველთვის ძლიერდებიან მაგრამ თავარია ეს ყველაფერი мотиваცია იყოს მაგათთვის და კიდე უფრო რაღაცა ერთი აგურით მეტი დადო. და ერთ სოცმედიასაც ვერ აიყვანენ რა. ხო, მოდი დასასრულს ეგეთ რაღაცას ვიტყვი რა. ზოგადად საქართველოს ჩემპიონატს და ჩვენი დონის ქვეყანას საფეხბურთო თვალსაზრისით აუცილებლად ჭირდება ძლიერი დინამო თბილისი. ხო, იმიტომ რომ როდესაც დინამო თბილისი არის მოწოდების სიმაღლეზე
და სტანდარტულად ხედავთ საკვალიფიკაციოებზე თუნდაც სხვა გუნდების мотиваციაც გაცილებით სხვა, იმიტომ რომ ტორპედოს და ქუთაისის ეს დერბი და კონკურენცია გაცილებით ლამაზი შესახედია და უხდება საფეხბურთო სამყაროს, მაშინ როდესაც ეს ორი გუნდი კარგი. ეხა დინამო თბილისი 10 გუნდიან ჩემპიონატში, მე-5 და მე-6 ადგილისთვის არ უნდა იბრძოდეს და როცა 4 გუნდის გაყვანა შეგიძლია ევრო ტურნირზე, დინამო თბილისი იქ უეჭველი უნდა იყოს. საერთოდ რომ ფული არ ჩაიდოს მაგ გუნდში, მაინც უნდა იყოს რა. ვიღაცა 11 კაცი უნდა იპოვნებოდეს საქართველოში, ვისაც დინამო თბილისში თამაში ენდომება და საქართველოს არ ჭირდებათ აკადემია აქვთ ისეთი, რომ იპოვია. კი ბატონო. ხო, ამიტომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დინამო თბილისი როგორც მინიმუმ, ეხა მომავალ წელს ეგრევე იქ ითამაშებს, მეთქი ამის გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ უნდა იბრძოდეს ჩემპიონობისთვის, იმიტომ რომ როდესაც დინამო თბილისი ძლიერია, მერე ჩნდება უკეთესი გუნდები. ტორპედო, ზესტაფონი, ძველი დრო რო გავიცი. შიდა კონკურენცია და ამ ძლიერთან კონკურენციით შენც ძლიერი იჩიტები რა, ესე მარტივად რო ვთქვათ. აი ბატონო, მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. სამწუხაროდ მეც ქართულ ფეხბურთზე კლუბებზე უგულისხმობ ვერ ვისაუბრებთ იმ ევროტურნირების წელში, იმიტომ რომ დასრულდა, თუმცა პირობა დავდოთ იკა, რომ პერიოდულად მცირე რუბრიკები გვექნება ჩვენ ჩემპიონატთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აუცილებელია ჩემპიონატის პოპულარიზაცია ძალიან კარგი იქნება მაგ მიმართულებითაც თუ იმუშავებთ. მადლობა მინდა უთხრა პირველ რიგში მაყურებელს, ვინც აქამდე გვიყურა. გთხოვთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ნიკუშას უთხრათ მადლობა, იმიტომ რომ ისეთ სიცხეში მოვიდა ჩვენამდე, რომ მადლობა თქვენ პირიქით, მადლობა. და წარმატებები ნამდვილად. ძალიან გული მწყდება. კარგი სპონსორი, უმაღლესი დაბრუნება და მე ლიგაზეც კონფერენს ლიგით დავიწყოთ, გეგმას მოყოლოდით და ყველაფერი კარგია. ხო, ჭანტურა არის ის ფეხბურთელი, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანს ფეხბურთის მოყვარულს გული წყდება, კარიერას გულისხმობ, რა თქმა უნდა, საფეხბურთო კარიერას, ტრამვები, პრობლემები და 29 წლის ასაკში დასრულებული კარიერა, ხო? კი ბატონო. თუმცა ფეხბურთშია ეს ადამიანი, ლოკომოტივშია, ვინც არიცით და წარმატებებს გისურვებთ ნებისმიერ შემთხვევაში. ჩვენს ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ ქართულ ფეხბურთზე და იმედი გვაქვს, რომ თავად ქართული ფეხბურთიც მოგცემს ამის საშუალებას. დავამშვიდობოთ მაყურებელს, უსურვოთ წარმატებები და ჩვენ პრინციპში თითქმის ერთ კვირაში დავბრუნდებით ძალიან მაგარი გადაცემით. დროებით